ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებში ჩანს მათი მთავარი პოზიცია, რის გამოც სინდისის პატიმრები ისევ რჩებიან ციხეში. შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ შესაძლოა ხელისუფლება სურდეს კიდეც მათი შეწყალება და მათი გათავისუფლება, თუმცა ამბობენ, რომ ეს სურვილი მათ ვერ დაინახეს პატიმრების განცხადებებში, ვერც მათი ოჯახის წევრების განცხადებებში და შესაბამისად ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ყაველაშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ, რის გამოც შესაძლოა ეს პატიმრები სამომავლოდ გათავისუფლდნენ. ერთ-ერთი მთავარი ეს არის დანაშაულის აღიარება და ასევე აღიარება იმისა, რომ ვინც შეწყალების გადაწყვეტილებას იღებს, არის ლეგიტიმური. არაფერი არ გაუჭიანურებია კაცო. რა არის ამაში ახლა ისეთი სენსაციური, ისეთი არაჰუმანური, ისეთი საშინელება, რომ რატო გამოეცი შეწყალების აქტი, საღამოთი რატო გამოქვეყნდა და დილიდან რატო დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლება. სპეკულაცია ადამიანების ბედით არის ყველაზე დიდი არაჰუმანურობა. აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. რაღაცა პერიოდის, დროის რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით, შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება აქტის გამოცემა. ხო, მიზანი არის, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს დაძაბულობის და დაპირისპირების ერთგვარი მუხტი შენარჩუნებული. სულ მცირე ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს. მათი შეწყალების იქნება თუ გამოსვლის შემდგომაც ისინი არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ ისინი ნაკლებ რადიკალურები გახდებიან. ამიტომ შეწყალების აქტი არის ორმხრივი. ერთია მხარე, ვინც ითხოვს შეწყალებას და ვიცით, რომ პროცედურულად პატიმრები წერენ წერილს პრეზიდენტის სახელზე, რომ იყვნენ შეწყალებული და პრეზიდენტი იწყალებს. ამიტომ ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არსებობდა, ისინი მათ არ სურთ შეწყალება და არც მათი ოჯახის და მეორე მხარე პრეზიდენტს რაც შეეხება მისი ყველა შეწყალების აქტი უკავშირდება იმას, რომ უნდა იყოს ნაკლებ საშიში დანაშაულების მიხედვით შეწყალებული ადამიანები და შეწყალებული ადამიანები არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. პროცედურულად აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს ესეთი დისკრეციული უფლება, რომ შეიწყალოს, თუმცა მინიმუმ სურვილი ალბათ აუცილებელი არის, რომ ჩანდეს. თუნდაც მაგალითად ანდრო ჭიჭინაძის მიმართ უცნობის მხრიდან გაჟღერებული მისი სურვილი, ყველასთან შეუთანხმებელი სურვილი შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორ იქნა ნაპასუხები თავად ანდრო ჭიჭინაძის და მისი მშობლის მხრიდან, ეს ძალიან ნათელი მაგალითია, რომ ამ ადამიანებს პატიმრებს და მათ შორის მათ ოჯახის წევრებს ალბათ ეს ძნელია რომ განმოზოგოთ, მაგრამ ძირითადად, რასაც უყურებთ, არა აქვთ მგზავრობა შეწყალების. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას, ანუ პატიმრების შეწყალების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ კი ნახავდა აქ რაიმე სარგებელს და რაგიღა ასე არ მოხდა, სავარაუდოდ ის ამ სარგებელს ახლა ვერ ხედავს. ეს სარგებელი კი შეიძლება იყოს საგარეო ასპარეზზე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება და მათ შორის სანქციების მოხსნა. ხიდაშელი ამბობს, რომ ახლა პატიმრების ციხეში ბიძინა ივანიშვილისთვის არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი მათ შორის შეერთებულ შტატებთან. Ყავს ეს უკვე სახეზეა და მოცემულობა, ამ ტყუების რაოდენობა ძალიან დიდია, რამდენიმე ასეულით განისაზღვრება. შესაბამისად, სავაჭრო არეალიც ფართო აქვს და მისთვის ყველაფერი გადის პირად სარგებელზე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიიღებს უფრო მაღალ სარგებელს, მაღალი სარგებელი გადაწონის. ამ წუთის მდგომარეობით ის ხედავს, რომ განსაკუთრებით ვაშინგტონს მისთვის არსალია საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე სპეციფიური მოძრაობები არ არის ადგილზე, ამიტომ რა თქმა უნდა შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაწელოს ეს ვადა იმ მომენტამდე, როდესაც საკითხი დღის წესრიგში დადგება და აქედან სარგებელს მიიღებს. მე მგონია, რომ გაცილებით უფრო მეტად აწუხებთ, აღელვებთ, ადარდებთ ის წნეხი, რომლის ქვეშაც არიან, იმიტომ რომ ეს წნეხი საბოლოო ჯამში აგიჟებს ადამიანს, ხო, მოულოდნელობის განცდა, იმისი ლოდინი რა იქნება ხვალ, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც უკვე იცი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო იმაზე იქნება, არა იმდენად იმაზე იქნება ვაჭრობა, რომ სიტყვაზე იგივე ვიზაბანი მოუხსნან ვინმეს. არამედ აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ აი ეს წნეხი დასრულდეს, მოხდეს აღიარება, იზოლაცია დასრულდეს.
დღეს ჩვენ ასევე გქონდა კითხვა ქართული ოცნების დეპუტატებთან, რატომ გაჭიანურდა გუშინ პროცესი და რატომ გამოქვეყნდა შეწყალების აქტი გვიან ღამით 11-ის ნახევარზე, როცა მთელი დღის განმავლობაში ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ პატიმრების ოჯახის წევრები. პასუხად კი და მიზეზად დასახელდა ტექნიკური საკითხები, რომ გუშინ მიხელ ყაველაშვილი მთელი დღის განმავლობაში სიაზე მსჯელობდა, თუ ვის უნდა დაეტოვებინა ციხე, თუმცა ვისთან ერთად მსჯელობდა, ვინ იყო ამ პროცესში გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი, ვისთან გადიოდა კონსულტაციებს ყაველაშვილი, ეს დღეს ოცნებაში არ დაუკონკრეტებიათ.